სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ადამიანი რომ მიზანსწრაფული დინამიური არსებაა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საკუთარი თავიდან გამომდინარეც ვერ რჩევდებით ერთ ადგილას, ყოველთვის სადღაც რაღაცისკენ მივისწრაფით, მიზნები გვაქვს, თუ ეს ადამიანს არ აქვს და თუ ადამიანი გაჩერდა, მისი ყოფა თუ გახდა უმიზნო, თუნდაც ეს მიწიერი მიზანი იყოს. ანუ თუ ადამიანი აღარ მოძრაობს, ვარდება დეპრესიაში და პრინციპში კვდება კიდევაც. ამიტომ ადამიანის გაჩერება ეს არის წარმოუდგენელი, ადამიანი სულ მოძრაობს, ეს სინათლესავით არის, სინათლე რომ მოძრაობს, ანათებს და როგორც კი სადღაც მივა, იქ თავდება, ის უკვე აღარ ანათებს. ამიტომ ადამიანი სულ უნდა მოძრაობდეს. რა თქმა უნდა, მიზანიც არის და მიზანიც ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით, რომ ჩვენი მიზანი ღმერთია, ჩვენ მუდამ მისი ძიების რეჟიმში ვართ, რომელიც თავისთავად გულისხმობს მის და მუდმივ ერთგულების ასევე რეჟიმში ყოფნას, რაც ნიშნავს სინანულს, ეგ არის სწორედ სინანული, რომ ადამიანი მუდმივად ცდილობს უერთგულოს უფალს, რომ მიბაძოს და მიემსგავსოს მას და რომ გქონდეს მასთან კავშირი და ამისათვის უნდა ამოძრავდეს დაიძრას იმ ადგილიდან, სადაც ის აწყოში იმყოფება და ეს პროცესი სწორედ იწოდება მეტანოიად, ანუ ცვლილებად ადამიანური გონებისა, ანუ სხვანაირად შეიმეცნებს თავის ყოფიერებას, მას არ აკმაყოფილებს ყოფიერების ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ამ წუთში იმყოფება. ანუ ის კი არა, რომ სინანული ერთხელ ქონდა და მოვიდა ეკლესიაში და შეინანა და დადგა, არამედ დროის ნებისმიერ მყისიერ წერტილში მას არ აკმაყოფილებს თავის მდგომარეობა და იმ წერტილიდან და თუნდაც ათეული წლები ქონდეს ეკლესიური ცხოვრებით გატარებული და სულიერი გამოცდილებები და დიდი წარმატებები სულიერ ცხოვრებაში და სასწაულებსაც ახდენდეს, რა მდგომარეობაშიც ის დღეს ახლა იმყოფება, ის მდგომარეობა მას არ აკმაყოფილებდეს უნდა და აი ამ წერტილიდან კვლავ ცდილობდეს უფლის ერთგულებას, უფლის მიბაძვას, მიმსგავსებას და ეს პროცესი, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, სულ ჩვენში უნდა არსებობდეს, ამას ქვია ზუსტად აი ის, რასაც იოანე ნათლისმცემელი ამბობდა, შეინანეთ, აი ამას გულისხმობდა, რამე თუ მოახლოებული ვარ სასუფეველი ცათა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ თვითქოს ვიმყოფებით ის სასუფეველოში, იმიტომ რომ ეკლესია სწორედ ეს არის, მაგრამ ეს არ არის ბოლომდე რეალიზებული, უფრო სწორედ ის არის რეალიზებული, მაგრამ ეს არის მებრძოლი ეკლესია, რაც ნიშნავს, რომ პროცესი, დუღილის პროცესი მიდის, რომელიც არ დასრულებულა, სანამ არ გადავინაცვლებთ ზეციურ ეკლესიაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მეორე მხრივ, ეს თეორიული ცოდნა ხშირად სულაც არ რეალიზდება ისე, როგორც საჭიროა ჩვენს ყოველდღიურ სინამდვილეში. ჩვენ ვიცით ზოგადად კიდევ ეს სამყარო როგორ ცხოვრობს, როგორ ცხოვრობენ სამწუხაროდ ჩვენი ახლობლები, ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, როცა ისინი უღმერთო ცხოვრობენ და ეს რა მძიმე რამ არის და კატასტროფა, როცა ადამიანი მიზნით რო არ ცხოვრობდეს, წამის ყოფაში მოკვდება, დეპრესიაში ჩავარდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ როგორი მიზანი შეიძლება ქონდეს, მიზნები შეიძლება ქონდეს ადამიანს, სინამდვილეში ადამიანის ყოფიერებას გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის მიზანი იპოვა, რომელიც არის ვიწრო და ეკლიანი გზა, ის ვიწრო კარები, რომელსაც ბევრი ეძებს და ცოტა პოულობს, რომელსაც ქვია იესო ქრისტე, თუ ადამიანმა ეს არ იპოვა, ადამიანი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამას ყოველთვის ვაწყდებით ჩვენ და განსაკუთრებულად ეს იგრძნობა ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც აი ჩვენ სასულიერო პირებს გვიწევს ხოლმე ამის გამოცდილება, როცა ჩვენ მივდივართ მიცვალებულთან მივიდეთ, პანაშვიდი გადაუხადოთ, წესი აუგოთ და თუ ეს მიცვალებული არ ცხოვრობდა იმ დიადი მიზნის შესაბამისად, თუ მისი ახლო გარემოცვა არ ცხოვრობდნენ შესაბამისად, ეს ძალიან იგრძნობა, მიდიხარ და გძნობ, რომ ჯოჯოხეთში შეხვედი. იმიტომ რომ ყველაზე მეტად როცა უნდა განიცდიდნენ ღმერთს და ყველაზე მეტად როცა უნდა ისწრაფოდნენ ისკენ, ყველაზე მეტად როცა უნდა სასოებდნენ, ებღაუჭებოდნენ, ქრისტე ყველაზე მეტად როცა უნდა იყოს იმედი, იმიტომ რომ მათი ახლობელი გარდაიცვალა, სწორედ მაშინ სრული აპათია.
განულებული მიზანი, თავარი, ეგზისტენციალური მიზანი, განულებული. და რა არის ეს? ეს არის ჯოჯოხეთი. ეს იგზნობა ხოლმე, ეს განიცდება და ყველა სასულიერო პირი დამეთანხმება, იმიტომ რომ ყველა სამწუხარო გამოცდილება გვაქვს ჩვენ ეს. მიდიხარ და აიძულებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ გებრალებიან, გებრალება გარდაცვლილი, აიძულებს შენ თავს ილოცო, რომ ღმერთმა რაღაცა შვება მისცეს, შეღავათი მისცეს, ისმინოს, მე შენ თავს არ წმუნებ, რომ შენ ხო არ იცი ეს კაცი როგორ წავიდა ეგების, მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის, გარდაცვალების წამს და ასე შემდეგ, ანუ რაღაცნაირად არ წმუნებ შენ თავს, ეს უნდა გააგრძელო, მე მოდის შენდობის ლოცვის, კითხვის დრო, აი ესეთ მდგომარეობაში ხარ და ხედავ საშინელ ტკივილს ერთი ან მისი ახლობლების რამდენიმე ადამიანისა, რომლებმაც იცხოვრეს სულტყუილ უბრალოდ და ის დაივიწყეს, რომ ადამიანი არის მიზანსწრაფული არსება, მიზნის გარეშე ადამიანი არ არსებობს, მაგრამ როდესაც ადამიანის მიერ ადამიანი მიზანსწრაფული არსებაა და როცა ეს ადამიანი თავისი აზროვნებით, რომ მოაზროვნია და თვითუფლებრივად ანუ თავისუფალია, აირჩევს მიზანს, რომელი მიზანიც აღმოჩნდება სისულელე. რატო სისულელე? თუნდაც იმის გამო, რომ წარმავალია, თუნდაც იმიტომ, რომ მარადიული პერსპექტივა არ აქვს. მიზანი, ავირჩიე მიზანი ცხოვრებაში, რაღაცა, ეს არის ჩემი მიზანი, ეს არის ჩემი ცხოვრების აზრისი, რომელსაც არ აქვს მარადიული ღირებულება. მიწაზეა ესე მიგლესილი და დამთავრდა. არც მეტი, არც ნაკლები. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო. მთელი ცხოვრება ამას ვემსახურებოდი. და ეს არის სისულელე, იმიტომ რომ უპერსპექტივოა. და როცა და შენ ხარ მოაზროვნე, შენ ხარ თავისუფალი და შენი თავისუფალი გადაწყვეტილებით, როგორც მოაზროვნე არსებამ, ჩაიდინე ეგზისტენციალური ყოფიერებითი სისულელე და ემსახურებოდი იმას, რაც დღეს ხვალ დასრულდება. შენ გარდაცვალებისთანავე ან უფრო ადრე, როცა ესეთ რამეს აკეთებს ადამიანი და აღმოჩნდება სისულელეს მთელი ცხოვრება და ყველაფერი, უნდა ხვდებოდეთ, რომ ასე დროს ადამიანმა, გონიერმა, თავისუფალმა და აქედან გამომდინარე შესაბამისად პასუხისგებლობით აღჭურვილმა არსებამ სერიოზული, ეგზისტენციალური, ანუ ყოფიერებითი და გამოუსწორებელი, რაც ყველაზე მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ეს შეცდომა აღარასოდეს გამოსწორდება. რა საშინელებაა ეს? და ეს არის საშინელება, რომელიც იშვიათად კი არ ხდება. რომელიც ძირითადად სულ ასე ხდება. სულ ასე ამთავრებენ ადამიანები თავის ცხოვრებას. უდიდეს უმრავლესობაში. სად? იქ სადაც ქრისტე არ იციან? არა. ის რო იციან ხოლმე ლიბერალურად განწყობილმა ადამიანებმა, რომ აბა ეხა ჭეშმარიტებაა ქრისტიანობა და აბა სხვება რა ქნან იქ, ჩამოთვლიან სხვა რეგიონებს და სხვა რელიგიის მიმდევრებს და წარმართებს. ესე იგი, შენ დალოცილო, საკუთარ სულში ჩაიხედე, საკუთარ ოჯახში ჩაიხედე. იმისი არ იყოს პატრიარქის მონაყოლი, ეს წიგნებში წერია, მე პატრიარქისგან გავიგე სტუდენტი რო ვიყავ, ვიყვებოდა ხოლმე, ხვდებოდა რაღაცებს. მოყოლილი მაქვს თქვენთვის. ბერი რომ მივა ეპისკოპოსთან და გამიშვიო რა, აფრიკაშიო, იქ უამრავი წარმართია, მინდა მოვაქციო. ანუ მისიონერობაზე კურთხევა ითხოვა, რომ წარმართი აფრიკელები მოაქციოს. ხო და გიო, ძალიან კაი საქმეო და მე გამოკითხავს დედა ვინ არის, მამა ვინ არის, ძმა და მოკლედ ახლო. აღმოჩნდა ყველა ურწმუნოა. და შულ აფრიკას სახში ქონიაო და სად ვეძებთ, ვინ ურწმუნოს ვეძებთ, და საქართველოში ეს ხდება. პოტენცია კი, პოტენციაში რომ ცეცხლი გვინთია ფაქტია, აი ამ ბოლო დღეებას დაადასტურა რა სიყვარული გამოავლინეს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ ინტუიცია, არ არის მხოლოდ გზნობა და ემოცია, რაც ჩვენ გამოვავლინეთ, არამედ სიყვარული ნებელობითი აქტია და ნებელობა როგორც მიუერთოთ, შეუერთოთ აი ამ შეუსაბამოთ, აი ამ გზნობას, საოცარს, გულწრფელს და ამ ემოციას და ამ ყველაფერს ნებელობა როგორ შეუთანადოთ, რა უნდა გავაკეთოთ, მოусმინოთ კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებს და ის აღვასრულოთ. გვიყვარდეს უფალი მთელი ჩვენი არსებით და გვიყვარდეს ადამიანი რეალურ პრაქტიკულ ცხოვრებაში. მაგრამ ეს პოტენცია, გესმით, პოტენცია და ეს რომ რეალობაში გადაიქცეს, ამისათვის საჭიროა, რომ
ადამიანმა დიახაც როგორც გონიერმა და თავისუფალმა არსებამ თავის რწმენის შესაბამისად რომელიც აი ესე მოგვეცა ღვთისაგან წყალობით ამ რწმენის შესაბამისად ვიცხოვროთ და თავი არ დავიღუპოთ. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და თან სასწრაფოდ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. მით უმეტეს ჩვენი რწმენა განსაცვიფრებელია და ძალიან ღრმა არის. და ღმერთის აღსრულებული საქმე ჩვენს გადასარჩენად ეს ხო საერთოდ გონება მიუწვდომელია. აი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ასე ამბობს, რომ ქრისტე ხელით შექმნილ საწმინდარში ანუ ჭეშმარიტების ხატებაში კი არ შევიდა, ანუ აი მაგალითად ძველი აღთქმის ტაძარი იყო წმინდა ერქვა ერთ ადგილს, წმინდათა წმინდა, აი წმინდათა წმინდა იყო სიმბოლო ზეცისა. თქვათ მსგავსი რაღაცა ახალი აღთქმის ტაძარშიც არის, ხო, საკურთხეველი, წმინდა ტრაპეზი, ხო, ეს სიმბოლოებია ერთგვარი, მაგრამ განსხვავებით ძველი აღთქმის ახალ აღთქმაში რეალურად ღმერთთან შეერთება ხდება, როდესაც ვეზიარებით. და მაშინ ეს იყო სიმბოლური სახეები, სადაც მღვდელმთავარი, რომელიც ასევე სიმბოლო იყო იმ დიდი მღვდელმთავრისა, რომელიც მოვიდოდა ადამიანად მოსული ღმერთი, ეს სიმბოლური სახე იყო, ეს მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და ერის ცოდვების მოსანანიებლად, საკუთარი ცოდვის მოსანანიებლად, სვერპლის სისხლით შედიოდა, ანუ სვერპლის სისხლით შედიოდა და ამით ხდებოდა ერთგვარი ცოდვების მოტევება, დროებითი ზემოქმედების იყო, იგი ინარჩუნებდა ებრაელ ერში ერთი ღმერთის წმენას, ერთი ღმერთისადმი ერთგულებას და მომავალი ახალი აღთქმის პერიოდისთვის ამზადებდა ძველი აღთქმის ადამიანებს, რომლებიც ჯოჯოხეთში დახვდებოდნენ რა ადამიანად მოსულ ღმერთს, რომელიც ჯვარცმის დროს სული ჩავიდოდა ჯოჯოხეთში, მას იცნობდნენ და მას ამოყვებოდნენ და გადარჩებოდნენ. აი ამისთვის იყო ეს მზადება. და პავლე მოციქული ებრაელებს ეუბნება, რომ იესო ქრისტე არის ის მღვდელმთავარი, რომელიც ხელით ქმნულ სიწმინდეში, წმინდათა წმინდათაში კი არ შედის, რომელიც ჭეშმარიტების ხატია და თავად ჭეშმარიტება არა, არამედ თვით ზეცაში, რათა იქ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს, ანუ თავისი ადამიანური ბუნებით წარუდგეს ღმერთს, როგორც მღვდელმთავარი, როგორც ხშირად ამბობს პავლე მოციქული. და ეს თან ხდება ერთხელ, ის რომ ხელით შექმნილში შესულიყო, რაც ხდებოდა მანამდე. ხო, მაშინ საჭირო გახდებოდა, რომ ესე იგი ეს პროცესი სულ გამეორებულიყო, იმიტომ რომ ეს არ იყო თავად ზეცა, მაგრამ ზეცაში რო შევიდა, ამისათვის შეწირვა გახდა ერთხელ საჭირო, თან უცნაურად, რომელიც ერთხელ კი მოხდა, მაგრამ მას ბეზიარებით, სწორედ მას, არა სხვა მსხვერპლშეწირვას, როცა დღეს შევწირეთ მსხვერპლი, სხვა მსხვერპლი კი არ შევწირეთ. დღეს მსხვერპლის შეწირვა ნიშნავს იმ მსხვერპლთან ზიარებას, უშუალო მასთან ყოფობას, რომელიც ქრისტემ აღასრულა თავისი თავის შეწირა მსხვერპლად. მოგცა მისი ხილული სახე ზიარების საიდუმლოებით, თვითონვე თავად მოგცა, რომელიც დღემდე გრძელდება და არ დასრულებულა, ვიდრე ეს სამყარო იარსებებს. აქ საოცარი ესეთ რამეს ამბობს. ერთხელ გამოჩნდა საუკუნეთათა დასასრულს. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? პავლე მოციქული სხვაგან იტყვის, რომ თუ ადამიანი რომელიც ირწმუნებს ამას, ანუ ქრისტიანი გახდება, რომ ღმერთი მისთვის ადამიანად მოვიდა და მოკვდა, ანუ ხოლო აწერთხელ საუკუნეთა დასასრულს უკვე ჟამი იწურება, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაეკარწყლებინა, გაეუქმებინა ცოდვა და ანუ გავემართლებინეთ, ჩვენ ცოდვას აქრობს, იმიტომ რომ ჩვენი ცოდვის გამო მაგივრად ის მოკვდა, მაგრამ ეს მოხდა ერთხელ ხას უსვას პავლე მოციქული. და შემდეგ იტყვის პავლე მოციქული სხვაგან, რომ თუ ადამიანი, რომელიც ამას მიიღებს, ახლა ურწმუნოს რა უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ თუ ადამიანი ამას მიიღებს, მაგრამ მერე უარყოფს თავის ცხოვრების წესით, შეიძლება სიტყვით არ უარყოფს, უბრალოდ ხო ვირწმუნე, მაგრამ მერე გავაგზავნე ურწმუნო ცხოვრება. პავლე მოციქული საშინელ სიტყვებს ამბობს, ასეთი ადამიანისათვის მსხვერპლი აღარ არჩება, იმიტომ რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ მოხდა, მეტი აღარ მოხდება. ასეთი ადამიანისათვის აღარ არჩება მსხვერპლი, ასეთი ადამიანისთვის აღარავინ მოკვდება, უკვე იმიტომ რომ მოკვდა მისთვის ღმერთი და მეტი აღარ მოკვდება და მან ეს სიკვდილი, რომელიც ერთხელ განახორციელა ღმერთმა მისთვის, უარყო თავის ცხოვრების წესით, თავის გულში გააუქმა, აღარ რჩებაო, პავლე მოციქული კითხვას სვავს და ამბობს ძალიან მძიმე სიტყვებს, აღარ რჩება რაღაცა საზარელი მოლოდინი რაღაც საშინელების.
საზარელი მოლოდინი რაღაც საშინელების. ესე ამბობს პავლე მოციქული. გესმით? ანუ ჯოჯოხეთის მოლოდინი რჩება ადამიანში. აი ეს არის უმიზნოდ მაცხოვრებელი ადამიანი. საზარელი მოლოდინი, რაღაცა საშინელების. ყოველ ჩვენზე ამბობს. და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა. აი ეგ ჩანს, ესე იგი ადამიანის უდიდესი პასუხისგებლობა. კიდევ ცადე აღარ იქნება ჩვენ ცხოვრებაში. ეს თამაში არ არის, ვეღარ ვცდით. თუ გარდავიცვალეთ, მე ვეღარ ვცდით. იმიტომ რომ გარდაცვალება ადასტურებს. ესეა ადამიანი, ღმერთისთვის განგებულებით, რომ გარდაცვალების აი უფალი ამბობს ერთ ადგილას წმინდა წერილში. როგორც გიპოვი, ეგრე განგჟი. ჩვენ გვპოულობს გარდაცვალებისას. აი როგორებიც ვიქნებით გარდაცვალების ჟამს, ამით ფიქსირდება, დასტურდება ჩემი მარადიული არჩევანი. ამიტომ ჩვენ ხო არ ვიცით როდის გარდავიცვლები. არავინ არ იცის როდის გარდავიცვლები. 100 წელს გავხდები მე ესე არ ხდება, ხო? არავინ არ ვიცით. შესაბამისად, მე უნდა ვიყო ყოველთვის მზად, იმიტომ რომ მე უნდა მახსოვდეს, რომ როგორც გარდავიცვლები, რა მდგომარეობითაც იმ ჩემი გარდაცვალების დროინდელი მდგომარეობით დაფიქსირდება ჩემი მარადიული არჩევანი, როგორც გონიერი და თავისუფალი არსებისა. ამიტომ პავლე მოციქული იმიტომ უსვამს ხავს, ერთხელ უწერია ეს ხორციელის სიკვდილი და მერე განკითხვა და დასრულდა. ხედავთ რა პასუხისგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანი თავის სიცოცხლეს და როგორ არ უნდა დაიხარჯოს სისულელეებში. არამედ უნდა კონდეს ერთი მიზანი, რომელსაც ქვია იესო ქრისტე. რამეთო მხოლოდ ის არის სიცოცხლე, მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, მხოლოდ ის არის გზა. გესმით? სხვა სიცოცხლე, სხვა გზა, სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს. რაც არ უნდა ფეხები აბაკონოს ადამიანმა, რაც არ უნდა ლიბერალური ესეთი გვაშკაცური ლოზუნგები კონდეს, მე როგორც მინდა ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც არ უნდა. სხვა არ არსებობს. როგორც არ უნდა ვაბაკუნოთ ფეხები და მინდა რომ დედამიწა იყოს ოთხკუთხედი, არ იქნება დედამიწა ოთხკუთხედი. კუბი. მინდა იყოს დედამიწა კუბი, არ იქნება კუბი. ბრგვალია. ზოგი ამბობს ტყელია. როგორც არ უნდა აბაკუნო ფეხები დედამიწა ბრგვალია. გესმით რა შეასაკა? ეს არის ობიექტური მოცემულობა, ეს. ობიექტური მოცემულობაა, რომ იესო ქრისტეა მხოლოდ ის არის სიცოცხლე, ჭეშმარიტებაც, გზაც. სხვა სიცოცხლე არ არსებობს. ჩვენი რწმენა ამას გვეუბნება. ჩვენ ეს ვიცით არა თეორიულად, ჩვენ ეს ვიცით საკუთარი გამოცდილებით. ვაგრძელებს ასევე ქრისტე ერთხელ რომ შეესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩდება, ოღონ არა ცოდვათაგან განსაწმენდელად. ეს უკვე აქ უნდა მოხდეს და დამთავრდეს. არამედ რისთვის მოდის უფალი? არამედ მის მომოლოდინეთა სახსნელად, ანუ ვინც მას ველოდებით. ცოცხლები ვართ ხორჩი თუ გარდაცვლები, მასთან შეხვედრის მოლოდინით, აი ესე აღჭურვილები შეიძლება ასე ითქვას. ხო, აი იმათვის მოდის, ანუ უფალი მეორედ მოდის იმათვის, ვინც მას ელოდება, ვინც დაიბადა და ის არის მიზანი, ქრისტიან მიზანი და ვინც მასთან შეხვედრას ელოდება და თელ ცხოვრებას ამას უძღვნის. აი ამისთვის მოდის უფალი მეორე. ასე რომ კარგად გავარკვიოთ ძმებო და დებო ჩვენი ცხოვრების მიზანი. რატომ სუნთქავთ? რატომ ცემს ჩვენი გული? რატომ ვაზროვნებ? რატომ ვარ თავისუფალი? რატომ შემიძლია მიყვარდეს და რატომ შემიძლია მძულდეს? გესმით? ეს ყველაფერი გავიაზროთ კარგად. მერე გავიაზროთ რა ვირწმუნეთ უცნაურად, გონება მიუწვდომელად. როგორ მოხდა რომ ჯერა 2000 წლის წინ დაბადებული ნაზარეთში პატარა იეშუა გალაქტიკების შემოქმედია, რა მოხდა ჩემს გულში ისეთი, რომ მან ეს შეიცნო? და როცა მე დავწმუნდები რომ მართლა მწამს ეს, მე მოვიკრიბო ძალები და ჩემი რწმენის, ამ დიდებული რწმენის, რომელიც მარადიული ბედნიერების პერსპექტივას მანიჭებს, ამ მარადიული პერსპექტივის, რწმენის, რომელიც მარადიულ პერსპექტივას მანიჭებს, ამ ჩემი დიდებული და განსაცვიფრებელი რწმენის შესაბამისად ვიცხოვრო, ამისათვის მთელი ჩემი ნებელობა, გონიერება და თავისუფლება ამას მიუძღვნა. აი მაშინ მე ვარ ქრისტიანი. მაშინ ვარ გონიერიც,
მაშინ ვარ თავისუფალის და სწორედ მაშინ მეძლევა ხელმწიფება ღმერთის შვილად ყოფობისა. რაც არის ჩემი გონება მიუწვდომელი, როგორც ადამიანის გონება მიუწვდომელი ღირსება. შეგვეციოს უფალი და მოგცეს ამის ძალაც და შეძლებაც, მადლიც, გონიერებაც, რომ ასე ამგვარად ვუერთგულოთ უფალს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.